მოგესალმებით შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ. ზუსტად ისეთია, როგორიც თქვენ გიყვართ, მძიმე და ნოტიო და ამავე დროს ძალიან ლამაზი და სუხნელოვანი. შინაურულზე არის სხვა სააღდგომო მარტივი და შინაურული რეცეპტები სპეციალურ ალბომში სადღესასწაულო, მათ შორის სააღდგომო ბატკნის რეცეპტიც. ასევე სხვა სააღდგომო ტკბილეულის რეცეპტებიც. ახლა კი დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში 1 ლიტრი თბილი რძე, თბილი და არა ცხელი. 4 სუფრის კოზის საფუარი მოვათავსოთ ქვაბში. დავამატოთ 250 გრამი შაქარი და კარგად ავურიოთ. ხოლო შემდეგ დავამატოთ 1 კილოგრამი ახალგაცრილი უმაღლესი ხარისხის ფქვილი და კარგად ავურიოთ ნიჩბის ან კოზის საშუალებით. ეს აპარა შემდეგ დავდგათ თბილ ადგილას. პარალელურად გავადნოთ 500 გრამი კარაქი დაბალ ცეცხლზე. ხოლო დიდ ჯამში, რომელშიც მოვამზადებთ ცომს, მოვათავსოთ 10 დიდი კვერცხი და 1 კილოგრამი შაქარი. დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი და დავიწყოთ მიქსერით ათქვეფა. კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ მანამ, სანამ არ გათეთრდება. ზუსტად ისე ავთქვიფოთ, როგორც ტორტის მზადების პერიოდში. როცა კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ ნახევრად გამდნარი კარაქი. გამღვალე კარაქის ნაწილი ჩავამატოთ ათქვეფილ კვერცხის მასაში და ისევ დავადგათ გასადნობად. ხოლო კვერცხი, კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერის საშუალებით. შემდეგ კი დავამატოთ 3 ცალი ვანილი და ჩვენი აპარაც უკვე კარგად ამოფუვდა. იმისათვის, რომ აპარა იყოს ძალიან სწრაფად ამოფუვებული, უნდა იყოს საფუარი კარგი ხარისხის და ახალი. ამოფუვებული აპარა ჩავამატოთ კვერცხის მასაში. აქვე დავამატოთ 400 გრამი არაჟანი და მიქსერის საშუალებით ყველაფერი კარგად ამოვურიოთ. რაც შეეხება პასკის სუნელებს, მათ არასდროს წინასწარ არ ვათრობ. ცომის მოზელვის პერიოდში 100 მლ ახალგაწვრულ ფორთოხლის წვენს ვამატებ 50 მლ არახს ან კონიაკს და ვამატებ ილს, მუსკატის კაკალს, დარიჩინს და მიხაკს. შემდეგ ვასხამ ცომს და აქვე დავამატებ 2 სუფრის კოს ფორთოხლის ცედრას და 1 ჩაის კოს ლიმონის ცედრასაც და შემდეგ ვასხამ დარჩენილ გამდნარ კარაქს. ყველაფერს მიქსერით კარგად ამოვურევთ და ვამატებთ ახალგაცრილ 2 კილოგრამ უმაღლეს ხარისხის ფქვილს და დავიწყებთ ცომის მოზელვას. მე პასკის ცომს არასდროს არ ვზელ ხელით, ან ნიჩბის, ან კოზის საშუალებით და ხელი არ მესვრება და ცომი მერწმუნეთ არანაკლებ კარგი გამოდის. თავად ნახავთ, როგორი ცომი იქნება ნიჩბის საშუალებით მოზელილი. აქვე დავამატოთ 100 მლ ზეთი და კარგად მოვზილოთ. როცა ზეთი ცომში კარგად ამოირევა, დავადგათ ამოსაფუებლად თბილ ადგილას. ცომი უკვე ამოფუვდა. დროა გავარჩიოთ 400 გრამი ქიშმიში და 250 გრამი ცუკატი. შეგიძლიათ მხოლოდ ქიშმიში გამოიყენოთ, ან ორივე ერთად, როგორც მე ვაკეთებ. შემდეგ დავამატოთ უკვე ამოფუვებულ ცომს გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში და ცუკატები და დავამატოთ კიდევ 100 მლ ზეთი და ცომი კარგად მოვზილოთ, რომ დანამატები ცომში თანაბრად გადანაწილდეს და თანაც ზეთიც კარგად შეიზილოს.
ცომის კარგად მოზელვის შემდეგ ჯამს ვათავსებ მაცივარში მთელი ღამით და შემდეგ უკვე ცომი ამოდის მაცივარში და დილით მოხვდება უკვე კარგად ამოფუებული ცივი ცომი. ნახეთ, როგორი სტრუქტურის ცომია, ცივი და კარგად ამოფუებული, რომელიც მთელი ღამით მაცივარში ნელ-ნელა ამოფუვდა. შემდეგ კი ამოფუებულ ცომს ვყოფ ნაწილებად და ვათავსებ ფორმებში ნახევრამდე. შემდეგ ისევ ვდებ თბილ ადგილას და თითქმის ფორმის გავსებამდე ვაყოვნებ. და მხოლოდ შემდეგ ვათავსებ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე და ვაცხობ მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოცხება. როცა თავი მოუშრება, წავუსვათ კვერცხის გულისა და რძის ნაზავი, რომ ჩვენს პასკებს ლამაზი თავები ჰქონდეს. ხოლო შემდეგ ხის ჭხირით ვსინჯავთ მის მზაობას. ჩვენი უგემრიელესი, სურნელოვანი პასკები უკვე გამოცხვა. ამ პასკის რეცეპტით 10 დიდი პასკა ცხება, რომელიც აუცილებლად გაგილამაზებთ სააღდგომო სუფრას და მოეწონება თქვენ სტუმრებს და ოჯახის წევრებს. ამიტომაც აუცილებლად სინჯეთ ეს კლასიკური პასკის რეცეპტი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ის თქვენი უსაყვარლესი რეცეპტი გახდება და სხვა რეცეპტის ძებნას ნამდვილად არ დაიწყებთ. ამ პასკებს მხოლოდ შაქრის პუდრა მოვაყარე, მაგრამ შინაურულზე არის თეთრი მინანქრის რეცეპტიც, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ და გამოიყენოთ თუ გიყვართ სხვა სახით მორთული პასკები. როგორც ხედავთ, პასკები ქაღალდის გარეშეც იდეალურად გამოიყურება. ძირები დამწვარი არა აქვს, ხოლო გვერდები კი თანაბრად დაბრაწულია. ამიტომაც აუცილებლად სინჯეთ ეს რეცეპტი და დააგემოვნეთ, იმიტომ რომ ის სრულიად აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას. არის მძიმე და ნოტიო, მსუყე და ძალიან გემრიელი. შინაურულზე არის არაერთი სადღესასწაულო სააღდგომო რეცეპტი. ასევე არის ჩაქაფულის და სხვა ტრადიციული კერძების რეცეპტებიც, რომლებიც ძალიან უხდება აღდგომას. დღეს ამით გემშვიდობებით, ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.